2021 წლის მასწავლებელი სასერტიფიკაციო გამოცდები ფიზიკაში პირველი ვარიანტი ამოცანა ნომერი 37. განსაზღვრეთ რა კანონით იცვლება დროის განმავლობაში x ღერძზე მოძრავი m მასის სხეულზე მოქმედი ძალის fx გეგმილი, თუ коорდინატი იცვლება შემდეგი კანონით, მოცემულობით გვაქვს რომ коорდინატი იცვლება შემდეგი კანონით, თუ x უდრის a სინუს ომეგა t-ს, სადაც a და ომეგა პირობით მუდმივი სტოლი არის და გვეკითხებიან ძალის fx გეგმილის მნიშვნელობის გამოთვლას. ხო, ახლა თუ გავითვალისწინებთ ნიუტონის მეორე კანონიდან fx-ი ტოლი არის მასისა და აჩქარების ნამრავლის. ამასთან აჩქარება, როგორც ვისით, განიმარტება როგორც სიჩქარის წარმოებული დროით და თუ გავითვალისწინებთ, რომ თავის მხრივ vx-ი ტოლი არის კოორდინატის წარმოებული დროით, მოდი ჯერ ეს გამოვითვალოთ, რის ტოლია და რასაც მივიღებთ კიდევ ერთხელ გაწარმოებით, მივიღებთ საძიებელ x-ის მნიშვნელობას, რომლის შეტანითაც ამ გამოსახულებაში ვიპოვით ძალის x თქენელს. ეს რის ტოლი იქნება მეორე მხრივ, ეს იქნება ტოლი ddt, x-ის მნიშვნელობა აქ გვაქვს მოცემული, შევიტანოთ, მოდით x-ის მაგივრად a სინუს ომეგა t. a მუდმივი არის და გაწარმოების ნიშნის ქვეშ გარეთ შეგვიძლია გავიტანოთ, ეს ტოლი იქნება a ddt სინუს ომეგა t. ეს კი ტოლი იქნება a ჯერ სინუს ომეგა t-ს წარმოებული არის კოსინუს ომეგა t და რადგან სინუს ომეგა t ომეგა t არგუმენტის მიმართ რთული ფუნქცია არის, კიდევ უნდა გამოვიდეს გაწარმოების წესის თანახმად წარმოებულზე ომეგა t-სი. ეს კი რის ტოლი იქნება? ეს ტოლი იქნება a კოსინუს ომეგა t და ddt ომეგა t-დან ომეგა t-ს წარმოებული ომეგა მუდმივია გარეთ გავა და t-ს წარმოებული ერთს მოგცემს. ანუ პირდაპირ ეს უნდა გამოვმრავლოთ ომეგაზე და ეს ტოლი იქნება a ომეგა კოსინუს ომეგა s. ანუ ჩვენ რა გამოგვივიდა? vx-ი ტოლი გამოგვივიდა, რომ ეს ტოლია a ომეგა კოსინუს ომეგა t. კი ბატონო, სიჩქარის x თქენელი ვიპოვეთ. თუმცა აჩქარება გვინდა ვიპოვოთ, ამიტომ ამის კიდევ ერთხელ გაწარმოება მოგვიწევს. მოდით გავაკეთოთ ეს. ესე იგი რა გამოგვივა ჩვენ? ax-ი, რადგანაც ტოლი არის dvx dt-სი, თავისუფლად vx-ი ნაპოვნი გვაქვს ჩვენ. და ეს იქნება ddt vx-ი არის a ომეგა კოსინუს ომეგა t. a ომეგა გავიტანოთ გაწარმოების ნიშნის გარეთ, ეს იქნება a ომეგა d dt კოსინუს ომეგა t. აქაც ანალოგიურად კოსინუს ომეგა t-ს წარმოებულია მინუს სინუს ომეგა t, ამიტომ იქნება მინუს a ომეგა სინუს ომეგა t. ეს გამრავლებული ანალოგიურად ომეგა t-ს წარმოებულზე. და ეს ტოლი იქნება მინუს ომეგა t-ს წარმოებული, როგორც წინაზე ვნახეთ, ომეგას ტოლია მინუს a სინუს ომეგა t გამრავლებული ცრავად აქ ომეგა უნდა დაგვეწერა მინუს a ომეგა სინუს ომეგა t გამრავლებული კიდევ ერთ ომეგაზე, რაც საბოლოოდ მოგცემს ტოლია მინუს a ომეგა კვადრატ სინუს ომეგა s. ანუ საბოლოოდ მივიღეთ, რომ ax-ი აჩქარება ტოლი ყოფილა მინუს a ომეგა კვადრატ სინუს ომეგა t-სი, საიდანაც fx-ისთვის მივიღებთ, რომ ეს ტოლია m ax-ის, რაც თავისუფლად ტოლია მინუს a m ომეგა კვადრატ სინუს ომეგა t-სი. ეს იქნება საბოლოო პასუხი. სხეულზე მოქმედი ძალის fx-ის გეგმილის დამოკიდებულება დროზე.